დააკვირდით ამ პაციენტს, ეს ქალბატონი არის დაახლოებით 18 წელია ინსულტის შედეგად მთლიანად პარალიზებული და არ შეუძლია საუბარი. ამ ვიდეოში კი ის შეძლებს ისევ თავისი ემოციები გამოხატოს სიტყვებად 18 წლის შემდეგ და ეს ყველაფერი მხოლოდ ხელოვნური ინტელექტისა და ნეიროპროთეზის დახმარებით, რომელიც 2023 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში შეიქმნა. ეს არის რევოლუციური სისტემა, რომელიც გვაჩვენებს, რამდენად დიდი პოტენციალი აქვს ხელოვნურ ინტელექტს და რამდენად კარგად შეუძლია კაცობრიობამ გამოიყენოს ეს პოტენციალი. ეს არის სტატია, რომელიც გვიყვება ამ სისტემის გამოცდაზე პირველ რამდენიმე პრობანჩში, დეტალებში არ შევალ, ვეცდები უბრალოდ მარტივად აგიხსნათ, როგორ ფუნქციონირებს ეს სისტემა. ეს სისტემა შედგება ორი ნაწილისგან, როგორც ვიდეოზე ხედავთ, ერთი არის მოთავსებული თავის ტვინში, უშუალოდ მეტყველების ცენტრში და იქიდან იმპულსებს აგზავნის მეორე ნაწილში, რომელშიც უშუალოდ ხელოვნური ინტელექტი ამ იმპულსებს გარდაქმნის პირველ რიგში სიტყვებად და შემდგომ აი ამ ავატარის დახმარებით მიმიკებსაც კი გამოხატავს, რომელ მიმიკებსაც პაციენტი თავისი ემოციებიდან გამომდინარე გამოხატავდა. წარმოიდგინეთ, რამდენად სიურრეალისტურია ეს ყველაფერი, თუმცა ეს ტექნოლოგია ვიმედოვნოთ, რომ მომავალში მისცემს მსგავს ადამიანებს შესაძლებლობას თავისი ცხოვრების ხარისხის ნაწილი მაინც დაიბრუნონ.